მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გზავრთა გადაყვან სხვადასხვა კატეგორიის ტრანსპორტზე, როგორიც არის ტაქსი, ავტობუსი, მიკროავტობუსი და სხვა. გამეთანხმებით ორმაგი პასუხისმგებლობაა, როდესაც საქმე ეხება გზავრთა გადაყვანის საკითხს. ამიტომ ეს ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოქმედი რეგულაციები აღნიშნული ტრანსპორტის მიმართ უფრო მკაცრია. პირველ რიგში მგზავრთა გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უფრო ხშირად ტარდება. პირველი ინსპექტირება 1 წლის თავზე არის სავალდებულო, შემდგომ კი ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს. ჩვეულებრივ მსუბუქ ავტომობილებს კი გამოშვებიდან პირველი 4 წელი განთავისუფლებულია, შემდგომ 2 წელიწადში ერთხელ უტარდება და ამის შემდეგ ყოველ წელიწადს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს მოწმდება ავარიული გასასვლელების მდგომარეობა. საავარიო ფანჯარა უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ. ავარიული გასასვლელი ფანჯრის შემთხვევაში მოწმდება, რომ ის დამზადებული იყოს მსხვერპლად უსაფრთხო მინისგან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლამინირებული ან პლასმასის ფანჯრის გამოყენება. აღჭურვილი უნდა იყოს მინის გამტეხი ჩაქუჩით და უნდა არსებობდეს წარწერები, რომ ეს არის ავარიული გასასვლელი. ავტობუსებზე და მიკროავტობუსებზე ასევე მოწმდება კიბის საფეხურების მდგომარეობა და მათზე დაზიანების არსებობა. ავარიული კარის შემთხვევაში აუცილებლად აღჭურვილი უნდა იყოს ავარიული გაღების მექანიზმით. ეს შეიძლება იყოს ღილაკი ან სახელური. გარდა ამისა, ავტობუსის ინსპექტირების დროს მოწმდება კარის დისტანციური გაღების მექანიზმი. წინა და უკანა კარი იღებოდეს დისტანციურად. საავარიო გასასვლელების რაოდენობა დგინდება მგზავრთა დასაჯდომი ადგილების რაოდენობის მიხედვით. ინსპექტირების დროს ასევე მოწმდება სავარძლების მდგომარეობა და მათი უსაფრთხოების ღვედები. ასევე მოწმდება გათბობის და ვენტილაციის სისტემა, თუმცა ის არსებითად არ მიიჩნევა. შესაბამისად, თუ გაუმართავია ეს სისტემა, ამის გამო ავტომობილი არ დახარვესდება. ხშირია შემთხვევები, როცა გზავრთა გადამყვან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებულია აირბალონიანი მოწყობილობა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ქარხნულად გათვალისწინებული თუ დამზადებულია კუსტაულად. ავტომობილის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატი და ფინიში, რომელიც გაცემულია სპეციალური აკრედიტებული ორგანოს მიერ. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ბუნებრივ აირზე, დღეს ძალიან მომრავლ და თხევად აირზე მომუშავე ავტომობილები, თუმცა მათთვის ეს სავალდებულო არ არის და არ მოწმდება. ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს 2 ცეცხლმაქრით, ამრეკლავის სამკუთხედით, სამედიცინო სააფთიაქო ყუთით, უკუგორვის მინიმუმ 2 საბჯენით. დღეისათვის სულ ეს იყო. გრინვეი საქართველო მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ.